ევროკომისიამ, რომლის პრეზიდენტიც გახლავთ საქართველოს მიმართ მწვავე კრიტიკით გამორჩეული და უსამართლო კრიტიკით გამორჩეული ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდექსი გამოაქვეყნა. მათ შორის კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის, ლიდერობისა და შორსჭრეტელობის, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების და მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის ინდექსები. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტის მიერ არის მომზადებული და გაეროს მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისო აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და მონაცემებს, ანუ ობიექტურ კრიტერიუმებს და ფაქტობრივ მონაცემებს ეხდნობა. ყველგან, სადაც საქართველოს პროგრესის შეფასება რეალურ მონაცემებსა და ანალიზზე დაყრდნობით ხდება, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ არაერთ ქვეყანას. როგორც კი საქმეში პოლიტიკური მდგენელი, ანუ deep state-ის მიერ მართული ევრობიუროკრატია ერთვება, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე იწყება საუბარი, რაც რა თქმა უნდა სრული აბსურდია და ამას დღეს ჩემს მიერ წარმოდგენილი კომისიის დაკვეთით გამოქვეყნებული ანგარიშიც დადასტურებს.